დღეს 15 მარტია, ტელეკომპანია იმედის დაბადების დღე. სამწუხაროდ მე ვერ შევძელი ჩემ კოლეგებთან ერთად მომელოცა არხისთვის ეს შესანიშნავი თარიღი, ამიტომ ახლა ვიყენებ ამ შესაძლებლობას. ასევე მსურს მიულოცო YouTube-ის არხის ესეთი არაჩვეულებრივი ჯილდო და ეს რა თქმა უნდა მთელი გუნდის თავგანწირული შრომის და აი მაღალი პროფესიონალიზმის შედეგია, რასაც დღეს ასე ვთქვათ იმედი ჩვენ გვთავაზობს. ასე რომ უერთდები მთელი გულითა და სულით ჩემი კოლეგების მილოცვას და მსურს ტელეკომპანია იმედის მთელ გუნდს ვუსურვო კიდევ უფრო მეტი წარმატება, წინსვლა და რა თქმა უნდა მე როგორც ექიმი ჯანმრთელობის სადარაჯოზე უფრო აქტიურად და ისევ როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა. რომ არა ექიმი, ვინ იქნებოდა ქეთი ასათიანი? ვერ წარმომიდგენია რაღაც სხვა პასუხი ამ შეკითხვაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მაინც ვიქნებოდი ექიმი, ალბათ. ყველაზე უცნაური შემთხვევა, რომელიც სამედიცინო პრაქტიკაში შეგხვედრიათ. იცით, ჩვენი ყოველდღიურობა ახსავსეა სხვადასხვა ესეთი უცნაური შემთხვევები. ზოგადად ხოჭით ადამიანის ბუნება როგორია, ბობოქარი და რადგან მე როგორც მედიკოსი ჰორმონებს განვაგებ, ჰორმონული ქარიშხალი ყოველდღე ჩემთვის სხვადასხვანაირად უცნაურია. რა არის ყველაზე რთული თქვენს პროფესიაში? ყველაზე რთული ალბათ არის პაციენტთან სწორი კომუნიკაციის დამყარება იმ თვალსაზრისით, რომ გაფილტრო ბევრი ინფორმაცია, რასაც იღებ და შემდგომ ალბათ სწორად წარმართო მისი დიაგნოსტიკა, შემდგომ უკვე მკურნალობა და ალბათ ყველაზე რთული ასევე არის პაციენტის ნდობის მოპოვება. ყველაზე აბსურდული მითი, რაც პაციენტისგან მოგისმენიათ? ალბათ პირველი რაც მახსენდება არის ის, რომ წყლის მიღება გვასუქებს. ყველაზე სასარგებლო რჩევა, რომელიც ოდესმე სხვა ექიმისგან მიგიღიათ? ვფიქრობ, ყველაზე სასარგებლო რჩევა არის ის, რომ დროულად უნდა მიაქციო ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას, დროულად უნდა ჩაიტარო ყველა პროფილაქტიკური კვლევა და თავსაც უნდა მიხედო. სამი ყველაზე სასარგებლო საკვები ადამიანის ორგანიზმისთვის. სამში ცოტა გამიჭირდება ამის ჩატევა, თუმცა ალბათ რომ გამოვყოთ პროდუქტები, ჯგუფებად რომ დავყოთ, ასე ვთქვათ. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ცილა, ისევე როგორც საკვები ბოჭკო და სხვადასხვა მინერალები. რას ნიშნავს ექიმისთვის პაციენტის მადლიერება? აბსოლუტურად ყველაფერს. ამაზე საუკეთესო განცდა იცით ალბათ ამად ღირდა, როდესაც აი ესეთ შედეგს აღწევდა, როდესაც პაციენტი ამას გამოხატავს. ზოგადად მადლიერება ეს ისეთი საოცარი რამ არის, რაც ხშირად ადამიანებს აკლია, ან გამოხატვის ფორმა აკლია და შესაბამისად მე ვუსურვებდი თითოეულ ჩვენგანს და თითოეულ მედიკოს ბევრ მადლიერ პაციენტს. ეს არის ენით აუწერელი მდგომარეობა და განცდა რა თქმა უნდა ექიმისთვის. თქვენი აზრით საქართველოში ადამიანები ყველაზე ხშირად რომელ ენდოკრინულ პრობლემას უგულებელყოფენ? ვფიქრობ, ჯეროვნად აღქმული არ არის პრედიაბეტის საკითხი, იმიტომ რომ ეს ისეთი მდგომარეობა გახლავთ, როდესაც პირობითად ადამიანი ბოლომდე მას ჩამოყალიბებული შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 არ აქვს, მაგრამ არც ჯანმრთელად გრძნობს თავს. ანუ ეს არის ერთგვარი გარდამავალი შუალედური მდგომარეობა ჯანმრთელ და დიაბეტით დაავადებულ პირს შორის. აი ამ დროს თუ კი მოხდება ამ საკითხის ჯეროვანი აღქმა, დროული დიაგნოსტიკა, სპეციფიკური ღონისძიებების გატარება, მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ კი ვერ შევძლებთ სრულად ავიცილოთ თავიდან შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დაცმა, შევძლებთ გადავავადოთ მაინც განსაზღვრული დროით ეს პრობლემა და აი ამ დიაგნოზის მოახლოება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ პრედიაბეტი უფრო ხშირად უგულებელყოფილია ჩვენი მოსახლეობის მიერ. რას ნიშნავს ექიმისთვის წარმატება? ექიმის წარმატება არის პირველ რიგში ალბათ განკურნებული პაციენტი. ასეთი განცდა ალბათ ექიმს სხვა დროს ნაკლებად ეუფლება, იმიტომ რომ ამდენს შრომობ, ფაქტობრივად მთელი ცხოვრება სწავლობ, ორიენტირებული ხარ შენს ყოველ დღიურ განვითარებაზე. ცდილობ არ ჩამორჩე თანამედროვე მიღწევებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს. აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შენი ცოდნა მოახმარო თითოეულ იმ პირს, რომელიც შენთან ოთახში მიღებაზე შემოდის და შენგან ელის შველას, შენგან ელის სწორ მკურნალობას და შენგან ელის მეთვალყურეობას. და სწორედ მე ვფიქრობ, რომ თითოეული მედიკოსის წარმატება ეს არის თითოეული განკურნებული პაციენტი.
რას შეცვლიდით დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ? ალბათ იცით უფრო მეტ დროს დაუთმობდი ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. იმიტომ რომ მედიკოსებს ჩვენ გვაქვს, მე ვფიქრობ, უბრალოდ ეს ჩემი ძალიან დიდი კივნეული საკითხია ჩემთვის საკმაოდ ის რომ ის პერიოდი, როდესაც შემეძლო მქონოდა ცოტა უფრო ისეთი ხშირი ურთიერთობა ჩემს ოჯახის წევრებთან, უპირველეს ყოვლისა ალბათ მამასთან, რომელიც უკვე აღარ მყავს, ჩემს შვილებთან, რომელთანაც ახლა რა თქმა უნდა როგორ არ მაქვს ურთიერთობა, მაგრამ აი ის პერიოდი, როდესაც მათ ძალიან სჭირდებოდა თუნდაც ჩემი გვერდზე ყოფნა, კი არაფერი არ დააკლდათ რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ისეთ აი ეს დრო, რომელიც გონია რომ ყოველთვის ასე იქნება, ყველა ოჯახის წევრი ყოველთვის შენ გვერდზე იქნება, სამწუხაროდ ასე არ არის. და ამას ხვდები ალბათ უფრო ასაკის მატებასთან ერთად, იმიტომ რომ რაც უფრო პატარა ხარ, უფრო მაინც ორიენტირებული ხარ სწავლაზე, განათლებაზე, შენ რაღაცა პროფესიულ იერარქიულ წინსვლაზე და ამისთვის არის შურებ ძალღონეს. რა თქმა უნდა, ოჯახიდან საოცარი ხელშეწყობა გაქვს და თვლი რომ ეს ასე არის და ასე იქნება ყოველთვის. სამწუხაროდ ეს ასე არ არის. დავაბრუნებდი იმას, რომ ორივე მშობელი ჩემ გვერდით იყოს, რა თქმა უნდა და იმას, რომ აი ჩემ შვილებს არ ქონდეთ ის დანაკლისი, ის განცდა, თუნდაც ის თითოეული მათი გაცდენილი ზეიმი, მშობელთა კრება, სადაც მე ვერ ვესწრებოდი. აი ამას ვისურვებდი, რომ დროის დაბრუნება უკარო შემეძლოს, მე დროს დაუთმობდი ჩემი ოჯახის წევრებს. რას ეტყოდით იმუნიტეტის მაყურებელს? იმუნიტეტის მაყურებელს ვუსურვებ უპირველეს ყოვლისა ჯანმრთელობას, მძლავრ იმუნიტეტს, რა თქმა უნდა. და იცით, ასევე მსურს ალბათ ვთქვა შემდეგი, რომ ამ გადაცემას ვინც ქმნის, ის პიროვნებები, რომლებიც ჩანან კადრში, მაგრამ კადრს მიღმა არსებული საოცარი გუნდი, რომელიც არის მოტივირებული, მობილიზებული მაქსიმალურად იმისთვის, რომ თქვენ და ჩვენ მაყურებლებს მაქსიმალურად სწორად, ზუსტად, არა მედიკოსების რთულ ენაზე, შედარებით უფრო გამარტივებულად მივაწოდოთ და მიაწოდონ ის ინფორმაცია, რაც თითოეულ ჩვენგანს გამოადგება. ასე რომ ჯანმრთელობა ბევრი საინტერესო გადაცემის ყურება, რა თქმა უნდა, და ამ გადაცემას საერთოდ ვუსურვებ ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, აღიარებას მაყურებლის მხრიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამ გადაცემას არ აკლია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი მსმენელი, კიდევ უფრო მეტი მაყურებელი მინდა უსურვო თქვენს გადაცემას.